ჩემშულს 5 მიუსაჯეს. რატო იდგა აქციაზე, რატო უყვარს საქართველო? რატო უყვარს საქართველო? ისიც გეცოდინებათ გიორგის თავისი ბიოლოგიური დედის გვარი აქვს, ჩემ გვარზეც არ გადმომიყვანია გავზარდე. კაცადო აქცია, ასეთი პიროვნება გახდა და მთავრობამ სიყვარულისთვის ჩამიჯინა 5 წელი. აქციაზე დაჭერილი სტუდენტი ბიჭები. ჩემი შვილია ერთ-ერთი გიორგი მინდაძე, სამედიცინოს მესამე კურსის სტუდენტი. მერს თქვენსკენ ყველასკენ. გაიხარე, წაიკითხე, კაი სტატიებია შიგნით. უყურეთ რა საყვარელი ხალხი. სტუდენტი ბიჭები რო დაიჭირეს აქციაზე, იმათი წერილებია. როცა ამას წაიკითხავს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება და მერე თუნდაც ტელევიზიით ჩემრცრემლს ვინც დაინახავს, ამ ტკივილს გულთან მიიტანს. აი იმიტომ დავდივარ მე პირადად ჩემი ერთადერთი შვილი 8 კვადრატში როა გამოკეტილი და დედას რომელსაც ერთადერთი შვილი 8 კვადრატში უსამართლოდ გამოუკეტეს, ისეთი შვილი რომელიც ექიმი არის და ხალხს უნდა მოხმარებოდა და ჩაკეტილი რო არის საკანში, ამას ვერავიდან ვერ დავთმობ და საქართველოს დაკარგვასაც ვერ დავთმობ. რეგიონში რო შევედი მე ბაზარში და ასაკიანი ქალბატონი რო შემხვდა 73 წლის და ფეხზე რო წამოდგა გიორგი მინდაძის დედა მოდის და ეს რას მოვესწარი უნდა ჩაგეყუტო. აი ცხოვრებაში ის კადრი არასოდეს არ დამავიწყო. თუნდაც ეხლა აქ რომ მოვედით გურიაში ქალბატონმა რო გამაჩერა, შენ როგორ სტირი ხარ ტელევიზორში, ისევ ტირი ვარ მეო. მართლა ნათელი მომავლისთვის იბრძვია. აგენაცვალე ღმერთმა. ჩვენი ბიჭებიდან კი და მთავრობიდან არა. სადო არც ევროპაში ვარ თუ სადო არც ერთი პარტია არა ვართ, დაჭერილი ბიჭების დედები ვართ. აი გაიხარეთ კეთილო ხალხო. შარშან პირველად რო გამოვიდა ეს გაზეთები და წალენჯიხაში რო წავიღე, წალენჯიხა ისეთი ოპოზიციური ქალაქია, მთელი მერია ჩამოვიდა და დაბლა დამელოდა, რომ მივედი და გულში გვიხუტებდა ყველა, მაგრამ წელსაც წავედი წალენჯიხაში, მაგრამ იგივე მდგომარეობა არ იყო, იმიტომ რომ ეხლა ოცნების მერი არის იქა. უნდოდათ ხალ ჩახუტება. პენსიონერები ბაზარში რო შევდიოდი, ორ-ორად მკიდებდნენ ხელს თავისი პენსიით. წამალს რო ვერ ყიდულობენ და საკვებში რო არ ყოფნით ის ტანხა. იხვეწებოდნენ რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, ჩვენი ტანჯვა მორჩეს თქო. მაგრამ ჯერ არ უჩანს ბოლო, მაგრამ მე იმედი მაქვს ამ ბრძოლით გავალთ ბოლოში და გამარჯვება ახლოში. რა უყოთ, ძალიან გაგვამწარეს, მაგრამ ვერ გავჩერდებით. პენსიაც უნდა მოგცენ, დახმარება აი აქ არ უნდა. გამარჯობა, ეს კარგი სტუდენტის დაწერილი გაზეთია. ვიყარხათ ყველა. გაიხარე. მერტმა ყველა კარგად გიმყოფოთ. გაიხარეთ. თავისუფალ საქართველოში მენახე. გაიხარეთ. მას იკეთე მისცეთ. თქვენც ასევე შემოგევლე. ნეტა ეგ დღე გათენდებოდეს. ყველაფერი კარგად იქნება მე. ბრძოლას აზრი აქვს. კი, როგორ არა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და სუბედნიერად იყავი. ურეკში რო ყველა გულში გვიხუტებდა, ეხლა დამსვენებლიან, მაცხოვრებლიანად, ნამდვილად დღეს არ გავჩერდები, არც ხვალ გავჩერდები, ყველგან წავალ და მოვივლი ცადა ქვეყანას. როგორც მაცვი არკინის გალავნები მეწმევა ისე და ვივლი კარდა მოვივლი ყველა რეგიონს. არც გავჩერდები და ვერც გამაჩერებენ. იმიტომ რომ უსაყვარლესი და სანუკვარი შვილი მიზის 8 კვადრატში. და დედას რომელსაც შვილი 8 კვადრატში უზის, იმის რემლის ზღვას უერთდება და ვერ გაჩერდება. გაიყოლებ, წაიკითხავ ჩვენი ბიჭების წერილებს. გამოართვე. მადლობა დიდი, აი სტუდენტი ბიჭი დაიკავეს, კობახიძის სტუდენტი და კრიტიკული კითხვების გამო ურეკში და ვერ მოასწარე საკითხი. ზვიად ცეცხლაძე ჩემი შვილია, ბათუმელი ბიჭი. გაიხარეთ ლოცვისთვის და მადლობა დიდი. უკვე 20 თვეა ზის ზვიადი
საპატიმროში. ეხლა მოცემულ მომენტში მეორე კურსის გამოცდები ჩააბარა უკვე თესეუს იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს იცის საზოგადოებამ და აი ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში რეალურად ამ ფინალურებისა და მიმდინარე დავალებების მომზადებასა და ჩაბარებაში იყო ძირითადად. აი ჩვენი შვილების წერილებია, ხო არ გაიყოლებ. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. ხომალე გამოგიყვანონ ჯამთა. ამინ, ამინ. მე ხშირად ვნახულობ, როგორც ადვოკატი შევდივარ მასთან, ამ ბოლოს პარასკევს ვიყავი, წინა კვირას ვიყავი ვნახე. ზოგადად ყოველთვის ყოჩაღად გამოიყურება, ძალიან მოტივირებულია. ვერასოდეს ვერ შეატყობ, რომ რაღაც ციხემ რაღაც კვალი დააჩნია უარყოფითი. ამ თავრობის მხარდამჭერი ვიყავ სამწუხაროდ. წინა თავრობის დროსაც ხერპლი ვიყავით და ახლაც. და პარტიულებს გვაკერე დედები ვართ და ჩვენ შვილებზე განვიცდით. სხვა არავინ არ ვარ. მადლობა დიდი. მადლობა, ესეთი ყაი თქვენნაირი ხალხი რო ხდება რაღაცნაირად გადაგვაქვს, თორე ესენი უტენიან თავში თავიანთ ამომრჩეველს პროპაგანდით, რომ ესენი არიან ბანდიტები, ყაჩაღები, ტერორისტები, რუსთაველი უნდა დაეწვათ, პარლამენტის შენობას წვავდნენ. პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერცერთზე ვერ მოიტანა, მიუხედავად ამისა პროპაგანდა უტენის თავში და ჩვენ ამ პროპაგანდას ვებრძვით აი ამით. წაიკითხავთ გაჩუქო? მადლობა დიდი, რომ გაინტერესებთ და იზიარებთ ჩვენ გულის ტკივილს. მაგისთვის დიდი მადლობელი ვარ. ჩვენ რესურსი არ აგვაქვს. რაღაც დიდი ტელევიზიები გქონდეს, მასობრივად ვერ გავდივართ ამ ხალხზე, მათ ველზე მასობრივად ვერ შევდივართ, საზმაოსთან ვერ შევაღწიეთ, რომ მათ ხალხს ველაპარაკოთ, პროპაგანდისტული ტელევიზიები კერძო რომელიც არის ისედაც არ გვიშვებენ. ამიტომ მცირე რესურსით რისი გაკეთება შეიძლება მათი მოსაზრებები დაბეჭდო გაზეთში და ეს გაზეთი მიუტანო ადამიანს და თხოვო, რომ წაიკითხე, შენ ხო ამბობ, რომ ცუდი ბიჭია, იქ წავიდა და ვიღაცა უნდა მოიკლა, წაიკითხე, ნახე. აქ არის მისი დასკვნითი სიტყვა. მან ეს სიტყვა თქვა სასამართლო პროცესზე და იქ მთლიანად დაასაბუთა, რატომ არის უდანაშაულო. შენ ხომ დაგარწმუნა რეჟიმა, რომ ანუ დამნაშავეა. ეგება წაიკითხო და ნახო და მერე გამოიტანო აზრი. 90 პოლიტპატიმარი ყავს და მათ წერილებს და მათ სასამართლოზე ბოლოს სიტყვებს ვავრცელებთ. თუ დაინტერესდებით, თქვენს მშვიდობა გქონდეთ. არაფერი, წაიკითხეთ, გაჩუქნით. ჩვენ პოლიტპატიმრის დედები ვართ. სიხარული და წარმატება თქვენ ქალბატონო, რომ როგორ გვიხარია, რომ ესე გვცნობთ. თქვენაირი ადამიანები არიან ჩვენთვის ხნეობის მომტანი. პოლიტპატიმარი ირაკლი პაპიაშვილის მშობელი ვარ თბილისიდან. გაჩუქებთ გაზეთს, თუ გაეცნობით, თუ გაინტერესებთ. გაიხარეთ. მადლობა თქვენ. ჩვენი შვილები უკანონოდ ციხეში არიან. ეს იმათი წერილებია ციხიდან და დაგიტოვებ. იცი რამდენი სიკეთეა და თავისუფალ დროს წაიკითხე, კარგი? მცირე რესურსით დიდი საქმის გაკეთება რო შეიძლება, აიმიტომ დავდივართ და მაქსიმალურად ბევრს ხვდებით და ბევრს ვუხსნით. ბევრს თხოვთ და ვეხვეწებით. დღესაც მქონდა შემთხვევა მაგალითად, ჩემს მეუღლეს რომ უთხრეს რომ აი დამნაშავე რომ არ იყოს არ დაიჭერე. აი წაიკითხეო, აგერ აქ არისო მისი საბრალდებო დასკვნაც არის და რაც ბრალი წაუყენეს და როგორ იმართლა ჩემმა შვილმა არ გაინტერესებს თავიო რა. ხო რო გეუბნები უდანაშაულო, ხო არ გჯერავს. ეგება ფაქტები და არგუმენტები ჩამოყალიბებული აქვს და წაიკითხეო და კარგიო მაშინო მომეციო ერთეულ ნახაო მართლა და მაინტერესა. აი ეს ერთეული შემთხვევებიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი შვილების ღირსების შელახვა უფრო მტკივნეულია, ვინემ მათთვის დროებით თავისუფლების შეზღუდვა. მე ვარ პოლიტპატიმარი ირაკლი პაპიაშვილის დედა. მოგიყვანო სადრე და რა ვიცი, ყველაფერი გაიხარეთ, ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს. პოლიტპატიმრის დედები ვართ თბილისიდან. ეს ჩვენი უკანონოდ დაყრდნობებული შვილების წერილებია. სიკეთით სავსე დაგიტოვებთ და თავისუფალ დროს წაიკითხეთ. სიკეთის მეც არაფერს არ მოგიტანთ და კიდე სასამართლოზე ბოლო სიტყვებია მათ. უღმესი ყველაფერი ტელევიზორს უყურებ და ინფორმაციებს ღებულობ იქ. მადლობა დიდი გულშემატკივრის. გაიხარე ქალბატონო უღმესი მადლობა დიდი. თქვენ ბარაკა.
და სიხარული და კარგ ქვეყანაში ცხოვრება. მადლობა თქვენს მოხსნას. მადლობა დიდი. ყოველთვის იმას ამბობს, რომ აი ციხიდან რო გამოვალო, როგორი ქვეყანა დამხვდება, ყველაზე მეტად ის მანერვიულებსო, ბრძოლის გაგრძელებას რამდენად ექნება აზრი უკეო რა. სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან. მეტი დანაშაული არ აქვს ამ ბიჭებს არაფერი ჩადენილი. მე ვარ გიორგი ტერიშვილის დედა. ერთი გარდაცვლილი ბიჭის დედა 92 წელში. დაიტოვებთ გაზეთს, წაიკითხავთ? არაფერი, ისე გირიგებთ და გაძლევთ, რომ წაიკითხოთ, გადახედოთ და გაიგოთ ყველაფერი. ახლა მე ვარ მყავს პატიმარი, ისიც ამ ბრძოლისთვის. გაიხარეთ. ხო არ დაინტერესდებით გაზეთებით მოდ? ყველა სიკეთე მისცა, ყველა გაიხარეთ. ეს ამბები 9 აპრილის ამბები რომ მოხდა, მამუკა ისეთი დანაღლიანებული იყო, რომ რა ვიცი და არასჯობდაო ჭოველიცის სიკვდის მე მომკვდარიყავია და გადავირიე მეთქე რატო იძახი შვილო მაგას მეთქი და ისა დედის ერთა იყო და შენ ორი შვილი კიდე დაგრჩებოდა. იმ 2 თებერვლის მიტინგი იყო, ისეთი გრანდიოზული 300,000 კაცი იყო ამ მიტინგზე. დილით რო ადგნენ მე ვთხარი შვილო, ხო იცი წუხელის ჯაბამ გამოაცხადა რომ არ დავინდობთ არავის და დავხრათ და ცოტა ფრთხილად იყავით. მეთქი ვაფრთხილებ ახლა მაინც და მიუხედავად იმისა რომ ჩემი შვილების გვერდით ვიყავი მეც იმ 9 აპრილიდან მოყოლებული. ხელი გადამხვია, მომეფერა და მეუბნება რა მოხდება დედა ერთი შვილი შენ შესწირო საქართველოსო. აი ესე მოფერებით, მაკოცა, შუბლზე დამამშვიდობა და წავიდა. და შუადღის პირველ საათზე, ესე 2:30-ზე უკვე ამისთანა უბედურება დაგვემართა გელა. სნაიპერის ტყვია ქონდა საძვილი არტერიაში მოხვედრილი და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მე რა გამაჩერებს ახლა დედას ამ ყველაფრის მნახველს და იმის მაგივრად რომ გამოვიდა კობახიძემ რომ ეს ბრძანა რომ ჩვენ 28-მდეო ვწყვეთთო ევროპასთან კავშირსო ჩემი ბიჭი ისედაც ცუდადიო და 9 აპრილიდან მოყოლებული ეს გიორგი ტერიშვილი რომელიც არის ახლა დაჭერილი მე როგორ გავჩერდები ცუდადიო და ხო აქციებზე და დაქოქა მანქანა აიღო დროშები და წამოვიდა რას მიქვია ჩემი ძმის სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას ეს იადვილად მე არ დავთმობ და მე რუსეთში არ გავატან არავისო და აი ესე აქციებზე დააფიქსირეს რომ დადიოდა ხომე იყო დაფიქსირებული და 6 დეკემბერს 24 წლის 6 დეკემბერს სახლში მოაკითხეს და სახლიდან წაიყვანეს ყველას უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჩვენი სამშობლოს მოყვარული ბიჭები რო ყავთ გამოკეტილები უდანაშაულოდ მეორე 2 წელიწადი გახდება უკვე გაიხარეთ დიდი მადლობა. მადლობა ასეთი კარგი შეხვედრისთვის. თუ სურვილი გაქვთ რომ იმათი გამოგზავნილი წერილები ციხიდან გაეცანით, წაიკითხეთ, მიხვდებით როგორი კარგი ბიჭები არიან დაჭეrilები. სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან ეს ბიჭები. წავა ჩემი შვილი საფლავზე ვიტირებ მოვიოხებ გულს იმას ვიზამარა. რა გიორგის გულისვისად ერთი გოგოც მყავს. აი როგორ გავჩერდე მე დედას, რომელსაც ამხელა სიმწარე მაქვს გამოვლილი და რომელსაც მეორე შვილიც ესეთი პატიმარი ყავს. რა გამაჩერებ? მაგარი ხალი ყოფილიყარ თქვენ 11 შვილი ჯერ გაჩედა. მერე გაზდა, აღზრდა. შვილები რამდენი ყავს? 30 შვილი ყავს და 33 შვილთან შვილი. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იციან, რომ ამ ქვეყანაში ასეთი უდანაშაულო ახალგაზრდები არიან ციხეში. ზოგიერთმა მათგანმა კი იცის არასწორად ეს ყველაფერი და მხოლოდ პროპაგანდისტული მედიიდან ან სხვა საკომუნიკაციო არხებიდან მიღებული ინფორმაცია აქვს გამჯდარი გონებაში. ციხის შიგნით და კედლებს მიღმა თუ ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები არიან მთავარი მებრძოლები, რომლებსაც ისტორიული ბრძოლა აქვთ მართლაც და მადლობა ეკუთვნით ყველა ჩვენგანისგან, გარეთ უკვე მათი მშობლები და ოჯახის წევრები იბრძვიან. რამდენი სინდისის პატიმრების მშობლებმა იარეს მთელი ამ 1 წლის განმავლობაში 1000-ობით კილომეტრი. ალბათ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან არც ერთ საპროტესტო ჯგუფს ერთად აღებულს არ უვლია. ხო არ დავიღალეთ.
არა გოგო, არა, რო არა მაქვს მე მაიკა. მაშია თავისუფლება. ჩვენი შვილების თავისუფლებას ვიპოვით აქ. თუმცა ამ გამოსვლასაც ინციდენტების garaში არ ჩაუვლია და ბათუმისკენ მომავალი მატარებელი დათქმულ დროზე 20 წუთით გვიან გავიდა. მხოლოდ იმიტომ, რომ რკინიგზის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს დიდი ალბათობით შიშის გამო, რომ მათთვის ვიღაცა შენიშვნა არ მიეცა, პრევენციულად დარეკეს პატრულში და ერთგვარი პასუხისმგებლობა გადაიტანეს პოლიციელებზე. მიზეზი კი გახლდათ ის, რომ მშობლებს ეცვათ მაისურები, ზოგიერთ მათგანს კი გულზე თავისი შვილის და რომელიმე სინდისის პატიმრის ბანერი ჰქონდა გამოსახული ფოტო თავისუფლება სინდისის პატიმრებს წარწერით და ძალიან კომიკური სანახაობა შეიქმნა, რომ არ ვთქვათ ამის ტრაგიკულ მხარეზეც რომ არ ვისაუბროთ. კომიკური იმიტომ, რომ ანუ თითქოს იქ მოითხოვდნენ ეს ადამიანები, რომ მშობლებს ეს ბანერები არ ჰქონოდათ და ანუ რა მაისურების გავიხადოთო, მშობლებმა უპასუხეს. აი მამა რო იყოს, ამას გავაკეთებით, მაგრამ არ არის. მამა რო იყოს, ახლა ასე იქნებოდა, მაგრამ მამა არ არის. მამა იქნებოდა ყოველდღე მწვადებში ვწვავდი. ხო. კიდე ერთად რა ვიცი გავისეირნებდით. ან ზღვაზე წავიდეთ ყველანი ერთად. არიან კატეგორია ადამიანების, რომლებიც არიან ჩვეულებრივად არ მოწონთ ეს მთავრობა ძალიან ბევრი წელია. მაგრამ ისინიც არ მეკარებიან. არ უნდათ პრობლემები რაღაცა, კერძო ბიზნესი აქვს რაღაცა და ჩემთან კონტაქტს ერიდება ძალიან ბევრი ადამიანი. გარკვეული წრე ყავდა ადამიანების და ჩემი ქმარი რო დააპატიმრეს, იმ ოჯახსაც, სადაც ჩემ ქმარს მოუწია ცოტა ხშირად მისვლა ოჯახში, ნათესავია. წაუყვანიათ განყოფილებაში ჩემ მეუღლის დაპატიმრების შემდეგ. ცოლი ცალკე, ქმარი ცალკე რაღაცა. ჩემი ბიძაშვილი იყო ჩემთან მოსული და ბიძა აი იმ დღეს, როდესაც ჩემი ქმარი დააპატიმრეს და ჩემ ბიძაშვილსაც კი შეუქმნეს პრობლემები და აი ვაშლი ჩამოვიტანა ერგნეთიდან და ვთხოვე მეთქი ჩამოდი და გაგატანოთქო და არ მოვიდა. აი სოფელში 10 ქალი ერთად მოდის და უშვათ ხო რაღაცა პალაშვიძე მიდიოდნენ იმ დღეს ვერავინ ვერ იკითხა ვეფხია როგორ არის გამარჯობა მიესალმე ყოს ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და ყველა 9 ქალმა კიდე იმის მერე ღმერთმა მშვიდობა მოგცეს მშვიდობა მოგცეს ღმერთმა პირიქით მათ შეატრიალა ვეფხო როგორ არიან რაღაცა ყველა ახლობელია არა ვიღაცა რეკავს ჩემ დასთან მაგალითად რომ მომიკითხოს აი ჩემი ახლობლები აი არ გვინდაო ეს რაღაცა ანუ მუშაობენ სამთავრობო რაღაც სექტორში და რეკავენ ჩემ დასთან ასე რომ აი როგორ არის ელენე რაღაცა ჩემთან არა რომ პრობლემები არ უნდათ ცოტა გავიშალოთ ცოტათი გავიშალოთ კარგია აი რა კარგია მე ვერ ხედავ მომავალს ესე იგი რაღაცა ჯარიმა ის დამაკისრეს ახლა რაღაც 16050 ლარი დამიყა დაღეს ყველაფერი ჩვენი ერთ დღეს და რა ვიცი აი რა საზოგადოება არის სადაც ტროტუარზე დგომისთვის ახლა ჯარიმა მოგდის და აი მე რატო ჯარი იქიდექი დიახ ვიდექი რატო რა გამაჩერებს სახში სადაც შეიძლება რაღაცა დაანახო ადამიანს რომ აპროტესტებ იქ უნდა დავდგე რა თქმა უნდა ხო არ დავჭდები დივანზე და დავლევ ყავას ფეხი გადადებულად ოსეგარი რა თქმა უნდა ვიდექი და ვიდგები კიდევაც ახლა რა გამაჩერებს ახლა უსამართლობა ასეთი ქვეყანაში და რას უნდა შეეგო არ ვიცი შეუძლებელია თავისუფლება რეჟიმის წვეს თავისუფლება საქართველოს თავისუფლება ვერ გავჩერდები იმიტომ რომ შეუძლებელია ან უნდა ქვეყანა დატოვო, ან უნდა გააგრძელო ბრძოლა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს სიმყაყეში ძალიან მოპატიებ და ამ ჭაობში შეუძლებელია სამი შვილი მყავს აქ და მომავალზე უნდა ვიფიქროთ ყველა ჩვენი შვილების და ჩვენ მომავალზედაც ახლა ჩვენ ვართ. შეუძლებელია ამ უსამართლო ქვეყანაში გააგრძელო ცხოვრება ბედნიერად დივანზე ჯდომით, რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია.